დილა მშვიდობისა ყველას, გათენდა მშვენიერი დილა, არა ღრუბლიანი, არამედ მზიანი და თბილი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღე ცხელი იქნება, მაგრამ ჯერ სიგრილით სარგებლობთ, იმიტომ რომ დილა არის და გამოვედით გარეთ და ვესტუმრეთ ძალიან საინტერესო ადგილს, რომელსაც ქვია იპოდრომი. ცხენებს გამოვიჭერთ იმედია და არა მარტო ცხენებს, აქ ძაღლებსაც ასაირნებენ, ბავშვებსაც ასაირნებენ. მოკლედ ძალიან საინტერესო რამეები ხდება და აუცილებლად დაგანახებთ ცხენს. და იმას ვიტყვი რომ ჩვენი გენერალური სპონსორი, ანუ ტოროლოს გენერალური სპონსორი არის კომპანია კაზბეგი და ამ ჩაის ძალიან ბევრი ადამიანი მიირთმევს დღეს, ვინც ჩვენ გაგვესაუბრება, რა თქმა უნდა. წავიდეთ, აი პირველი ცხენი გამოჩნდა ჩვენს ასპარეზზე. იმედია ცხენი იმას ჩლიკი ესე არა მოგვარტყავს, ხო წიხლებს. დილა მშვიდობისა. შეიძლება გაგესაუბროთ? მე მგონი ეს ბიჭი ქართველი არ არის. Здрасте. Русский, грузинский, English. ქართველი ხარ? ისე შემომხედა უცნაურად, რომ ჩვენ მაესტროდან ვარ, დილა მშვიდობს, როგორ ახ? მე მგონი არ შეეშინდეს და წიხლი არ ამომარტყა სამცხერმა. ხშირად დადიხარ იპოდრომზე? აი, კარგად შეიძლება რომ დამსვა? მარტო კი არა, აი შენს გვერდზე რომ დავჭდე. თუ არ შეიძლება? დაფრთხება ორივე დავჭდე, შენ მარტო. და გაგატარე. ხო? ხარ გადმომაგდებს. მაშინ მოდი აბავცადოთ. და მე გაჩუქებ შენ ლიმონადს, ჩაის. აბა ეს მოდი ახლა ამას გაჩუქებ. ხარ დამიფრთხება, მეშინია მცხენის. ესე დაფრთხება, მაშინ ეს დამიჭირეთ. აბა რა საიდან მოვიდე? შენგან? მოიცადე. დაჭექი ცხენზე ჩავიფიქრო ახლა. იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, დედა. წავედით. это мешение. Вообще. ჩემო პირველ ამცდელობამ ცხენზე შეჯდომისა და ჯირითისა უშედეგო ჩაი არა გამოგიტყდებით შემეშინდა თანაც ძალიან აი მე არ ვარ ცხენებისთვის დაბადებული მე მაესტროსთვის ვარ დაბადებული და კამერებისთვის ზოგს ცხენების ეშინია ზოგს კიდე კამერის ეშინია და მე კამერის არ მეშინია კამერა უფრო ხშირი მოხმარების საგანია პრინციპში ასე რომ მე გამიმართლა შეიძლება ასე ვთქვა რასაკეთებს ის გოგო ტელეფონს ლაპარაკობს ეს ის ბიჭია ზღან რომ მასაირნებდა მაჭირითებდა თანაც ისე გამაფრთხილა იმ ბიჭმა რომ ორნი რო დავსხდეთო ცხენს შეეშინდებაო თორე რას ამბობ ხა მე რო დავჯექი სულ გაიხარა იმ ცხენმა გამარჯობათ შეიძლება გაგესაუბროთ ხომ ის არის მშვიდია მაშინ მოვალ ხო ხარ შეეშინდება ჩვენი როგორ ახარ კარგად შენ აქ ხშირად მოდიხარ 3 წელი აქ დავდივარ და ეს ჩემი საკუთარი ცხენია შენი საკუთარი ცხენია რა საინტერესოა და რა ქვია ბირლი ქვია იმიტომ გადავარქვით მაგის სახელი არის ბინ ლადენა ცხენი ბინ ლადენი და ბირლი გადაარქვით ეს დაახლოებით 3 წელია დიახ იმიტომ სანამ ჩემი იყო სხვა ყავდა და როგორც ხუმრობა გაიხუმრეს და ბირლი ბინ ლადენა შეეშალა მამრია თუ და რამხელა რამდენი წლის არის 5 წლის გახდა ეს ცხენისთვის ნორმალურია თუ ბევრია თუ ცოტა არა ახალგაზრდა არის კიდე პატარა არის ეს ცხენები რამდენ ხანს ცოცხლობენ 30 წლამდე საკუთარი სახლი გაქვს თუ აქ ცხოვრობს თვითონ ჩემ ცხენს თავლაში არის იქით აქ იპოდრომის ტერიტორიაზე მე სახში გაქვს დიდი ფართობი და ყოველ დღე მოდიხარ აქ ასეირნებ არა ვზივარ ხოლმე ახლა უბრალოდ ცოტაა ჩემი ცხენი და იმიტომ რომ ავათ არის? რა ჭირს?
ქალი უნდა ცხენს, სერიოზული განცხადეთ. ეხლა დავჭექი ცხენზე. კი ვინანე, შემეშინდა ძალიან, მაგრამ ვინც ახლა მიჩეულია, ალბათ ძალიან დიდი სიამოვნებაა დარწმუნება. კარგად აჭენავებ, ესე ამბობენ, ხო? და სხვა ცხენებზე ვსივარ ხოლმე. მაგრამ ეს არის შენი favorite. ეს ზაღლი შენია? ძაღლის ჩემი. აქვს რა ქვია? ფენი. ფენი. გამარჯობა, ფენი. მაგრამ ვერ მეწევა ხოლმე, გალოპეთში გავდივარ, მაშინ ვერ მეწევა და გირეს იწევს. ეს პატარა ლეკვია? 11 წლის არის პატარა იგი. ესე იგი, ფენი, ხო არ გვიკვეს. როგორ ახარ ფენი, აი მე შენ ყაზბეგმა მოგიტანა ცივი ჩაი, გინდა? გაგასინჯო? მოდი აბა აქ, მოდი კამერაში. მოდი გითხარი რამე კარგი. ეს ბიჭია, ხო? ეს დედალია. ფენი. Come here. My darling. შემეშინდა იცი. ესე იგი, შეგახსენებთ რომ ეთეში არის ტოროლა დილამშვიდობისა ყველას აი ამებს ვერ ვიტან და ყველა მემეწებება. კიდე ერთი გავხედნა ცხენი ნახე და ეს გახედნილია და იმნე ეგეთ რაღაც არისავს უნდა დავჭდე. გასაღები არა გვაქვს. დავქოკოთ და წავიდეთ. აი ამაზე როსიო არ მეშინია, თუმცა ნაკლები სიამოვნებაა რა თქმა უნდა, ცხენზე ჯდომა სულ სხვა რამეა. აი აქეთ კიდევ ერთი ცხენია, თუ ეს ის ცხენია? არა, ეს სხვა ცხენია მე მგონი. და ბავშვებს ასეირნებენ დედები. ბავშვებთან მივიდე და ის ძაღლები, იქით ძაღლები დარბიან. ეს იპოდრომი არის ძაღლებისთვისაც ალბათ. გადმოძრები ახლა აქედან. ეს იგივე ის არის რა, ტექნიკა იგივეა, რაც ცხენზე ჯდები. წავედით. მზეზე ზაგარს იღებენ მეგონი. ეს ქალები ახლა არ დამჩინოთ რა გეხოცებით მაყურებლებო რომ შემაშინდა ცხენის. რა არ ხდება ხოლმე პირველად ცხოვრებაში ყველაფერს გიშინია. ხომ ასია. ასია. ხშირად მოდიხართ აქ? დიახ, სასეირნოდ თუ საჯირითოდ? სასეირნოდ. ბავშვებს ასეირნებთ? ყოველდღიურად მოყავთ ბავშვებს სასეირნოდ. და რამდენ ხანს ხართ ხოლმე აქ? საათი, 2 საათი. მზეს კი მიეფიცხეთ. ხო, ზაგარს იღებ? დიახ. ზაფხული ჯერ არ მოსულა, მაგრამ პრინციპში კაია მაისი ზაგარიც, ხო? რაღა დაჩა ზაფხულამდე. შენ რა გეგმები გაქვს ზაფხულს? რა, ბავშვებს წავიყვან თავად. გორჯომში. დიდი მოგზაურობა გაქვს დაგეგმილი. ცხენებს რა შეეხება, ჯირითი იცი? კი, ვიცი. კარგად ჭი. ისე რა. წეგან დავჭექი ცხენზე და შემეშინდა. თქვენ ნამჯდარი ხართ ცხენზე? რა, ეს იცის კარგად. სურვილი არ გაქვს? კი, მაგ. ფავორი სურვილია, ხო ვიცით? ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სპონსორი ყაზბეგი, თქვენ ცივ ჩაის ჩუქნით. და დიდი მადლობა რომ დათანხმეთ ინტერვიუზე ჩვენთან. ნახვამდის. ნახო. წავედი ახლა ბაიებს გავესაუბროთ. აი ისინი არიან, ხო თქვენი ბაიები? ხო და ბაიასაც ვაჩუქოთ. ბაიასაც მივცეთ ჩვენ ყაზბეგი, აბა რა? გაგვექცა. ბაია! გამარჯობა ბაია, მოდი აბა. რაღაცა უნდა გაჩუქო. გამარჯობა სანდრო. აპარაკი იცი? სანდრო, საწახველი, ცივი ჩაი გინდა? აი ნახე რა მაქვს. ნახე რა მაქვს. ლიმონადი გიყვარს? დაიბნა. ის ცხენი რო დაიბნა, მე რო დავჭექი ისე დაიბნა ეს ბავშვი. აი შენ ყაზბეგისგან საჩუქარი. მადლობა მითხარი. ვერნა ყოველს გონია ბავშვებს გონია და არის ნაყინი. აჰა, დაიჭირე, გამომართვი. გამომართვი, სანდრო, დალიე, ცივი ჩაია. დედას მისცა. კარგით, არაუშავს ხდება ხოლმე. გამარჯობათ. შეიძლება მოსვლა თქვენთან? ხომ არაშინია? რაღაც ყველა გვიფრთხეს დღეს და მე შინია ხა რომ მოვიდე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად. რა ქვიათ? საზა. საზა, ესეთ ფორმაში რატომ ხარ? რა ვიცი, დღესასწაულია და ყველა გამოვეწყეთ. ხენის გამოაწყეთ, ხო? კი. ხო არ გაჯიუტო და ამ წითელი რაღაცებს შემოხვევაზე. მიჩვეულია და როგორ აპირებ ახლა დღევანდელი დღის გატარება? რა ვიცი, განწყობა კაი მაქვს. რა ვიცი, შევხედავ გარშემო.
ვა, რა მაგარია. წეხან დავჭექი ყველას ვეუბნები, წეხან დავჭექი ცხენსა და ვინანე, იმიტომ რომ ძალიან შემეშინდა. ამ ცხენს რა ქვია? გულიანი? გულიანია? ეს რიჩარდ ლომგული რო იყო, ისეთია? გულიანი ცხენია. კარგი ცხენო. დიდი მადლობა. კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ. ახე როგორ ჩექმები აცვია იმ კაცს. ზაზას ჩექმები ესო და ცხენს რა ლამაზი რაღაცები ახვევია ფეხზე, წითელი. შეჩაის დავავიწყდა. იმდანაც მოვიხიბლი ამ ცხენით რომ ცივჩაის ჩუქება დამავიწყდა, მაგრამ არა უშავს, ბევრი ხალხია და ბევრს ვაჩუქებ. კატა სად არის როი? კაი, სანამ როი მოვა, მაშინ სპორტსმენს გავესაუბროთ. გამარჯობათ. სპორტსმენი ბრძანდები? რამდენი წელია რაც სპორტსმენო? 12. საკმაოდ სტაჟიანი სპორტსმენია, ხო? თქვენ რომელ განყოფილებაში ხართ? ჯუნიორს არა, ხო? უფრო სენიორს? უფრო სწავლობაში ითვლები? დიახ. რა ლამაზი ფორმა, შეიძლება ადგე ფეხზე და დაგვენა, ხო? ეს ჟოკეის ეძახიან, ხო? თქვენ ადამიანები, თქვენ პროფესიის მქონე ადამიანები, იმას ფლობს ძალიან კარგად, გავატაროთ. გავატაროთ, კი ბატონო, თუ ეგრეა თეთრი გალსტუკი დასაჭიროა, ხო აცი? ეგრეა წესი. აი, რაღაც მის ექნება ამას. სამეფო სპორტია. გაივლი? როი მე მგონი ის არის. ცხენია, კამერები ის. კარგი, ჩვენ დავივლით და მე კიდე მოვალთ. პედიგრი არა მაქვს, როის ცივჩაის როი არ დალევს. არა, არ დალევს ცივჩაის. წავიდეთ ახლა. შევიდეთ მოედანზე, ვნახოთ აბა რა დროშები აქვს. ვისგან? წითელი მაისურშიო, ეს ვინ არის ეს კაცი? საჯი, თქვენ მინდვრის მსაჯი ხართ? მაინ მინდვრის მსაჯის გვაინტერესებს, მოდით. გამარჯობათ. როგორ ახარ? კარგად. როგორ დილა გაგითენდა იპოდრომზე? იპოდრომზე გათენდა მშვენიერი დილა. ყოველ დღე აგითენდება? ყოველ დღე როგორ არ გვითენდება, მაგრამ როცა შეჯებიტარდება, იპოდრომზე მაშინ პრაზნიკი არის ცხენოსნებისთვის და რავი, კაი განწყობა აქვს უყოლას. რა მაინტერესებს? დიდი ხანია მსაჯი ხარ? არა, არა ვარ. ადვილია წესები? კი. სპეციალისტისთვის ადვილია და მაყურებლისთვის ცოტა ძნელია. შენ ხა სპეციალისტად ითვლები, ხო? და აი ეს დროშები რას ნიშნავს? გაძევებაა მოედნიდან? არა, ეს დროშები ნიშნავს სტარტის მიცემას და ფინიშის გასვლას. ერთი და იგივე დროშა ორივეზე? დიახ. რამდენი წუთი გრძელდება შეჯიბრი? ბაშნია რამდენი მონაწილე გამოდის. ეს არის მანეჟი. სადაც აი ერთი ცხენი. ეს რატოა ეს მარტოკა? ეს თავისუფლად როია, რომელიც მარტო რო არის ცოტოა. არ არის მოწყენი, როგორ იყურება? გამარჯობა ცხენო. პეჩენიაც არა გვაქვს რო ვაჭამოთ. ცივჩაის ეგ არ დალევს და. აბა გამოდი აქეთ. და აქ გავთხოვე დაბრკოლებებს და აქაც ხტები. წავით ახლა სადარ დაანჩენი. თავლა, წამოდი იქ წავიდეთ. ის საწყალი ცხენი შემეცოდა. აი ახლა დაიწყო მოძრაობა, ჩვენ რომ წამოვედით. მაგარია ცხენო, ცხენოსნობა მაგარია. ყველაზე კარგ ჯიშად რომელი ითვლება? ბაშნია რა სახეობაში? საკატაო თუ საკატაო მაგარი. საკატაო არაბი მოსწონ ხოლმე. არაბული? არაბული მუსტანგი? არა, არაბული მუსტანგი არა. არაბული. და დოღისთვის? დოღისთვის სოფლიოში აღიარებულია ინგლისური ცხენი, ყველაზე სწრაფი ცხენი. კიდე რისთვის არის ცხენი? საკატაო, დოღი კიდე? კანკური. კანკური რომელია? ხო, აი, დაბრკოლებას რო ხდები. მაგაში რომელია ყველაზე მაგარი? მაგაზე რავი, სხვადასხვა ჯიშებია გამოყენებული, ბულგარული, უკრაინული და ასე შემდეგ. კარგია. აი სიმაღლის მიხედვით ხო გამოირჩევიან? ცხენები? ხო. არა, შეიძლება დაბალი იყოს ცხენი, მაგრამ ყველაზე მაგრად ექტიმეობას. ყველაზე მაღალი რომელი ჯიშია? ყველაზე მაღალი აი ბანოვერები არის, მაღლები, ტეკენეცებიცაა მაღლები. აი ხა წეხან ცხენი შეხვდა, აღლუმზე გადიოდნენ, წითელი შემოხვეული ქონდა მეებზე, ფეხებზე და ეს რა ჯიში იყო, ხომ არ გახსოვს, ხომ არის ჯიში. ამიტომ რაღაც მაღალი მომეჩვენა და სხვებთან შედარებით რა თქმა უნდა. მოვდივართ ჩვენ თავლაში მოვდივართ ახლა. გზადაგზა თან საუბრობთ.
ეს არის თავლა, ხო, აქ ახლა სხვა სუნი იქნება, ხო? წეგან მომემზადე და TV სუნი დამჭადა. აი, მე რა კაი სუნია. TV-ს და მის ქეჩის სუნია, შეშის სუნია. მე რა რბილია, ეს სიარული. მაგარია. აქ გველიო ვაშინებენ. ზამთარში ათბობთ აქაურობას. არც ივათ არ იყინებიან ცხენები? თბილა აქ და რითი თბება? ისედაც. აი როგორი ცხენია, თეთრი. მოდი აქ ცხენო. ეს ყველა ცხენი მონაწილეობს დღეს შეჯიბრში. ეს მონაწილეობს? არც არ გვეტყვი. გამარჯობა ცხენო. როგორი საწყლები არიან? გამოკეტილები ამ გალიებში. ის ცხენი გარეთ ატო დგას. აი ის. რასაკეთე კაზმავენ? აი გადავიღოთ როგორ კაზმავენ. ხო შეეშინდება? დაწუნებული ხარ? ძალიან კარგი. იმიტომ რომ ეშინეთ. მოდი მე ჩვენ შორიდან გადავიღებთ მაინც. ახლა ახლოს რომ მოვიდე. კაზმავენ ცხენს. ესე იგი ისე იყურება რომ მე მეშინია. როგორი? ჭკვიანი ცხენია? გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახართ? ემზადებით შეჯიბრისთვის? არა, მე სპორტსმენია. თქვენ უბრალოდ მოხვედით რომ იჯირითოთ? დიდი ხანია ჯირითო? არა ხანი. ბავშვებიდან ზიხართ ცხენზე? არა, ერთი სამი წელი. ესე იგი გვიანი არ არის სწავლა არასდროს, ხო? მე არ ვიცი და ეხლა რომ დავიწყო პრინციპში. და იმას რა ქვია, აქ თვალებზე რო უკეთებ? თვალებზე არ ვიცი. აი გვერდებზე რო არ იხედებოდეს ცხენი. ლინდერი. ეს ამას ყველა ცხენს უკეთებენ? მოიცა თქვენთან მოვალთ. აქ ცხენები ხომ არ არიან? არა, აქ ცხენები საერთოდ არ არიან. რა და აქ ცხენებს? 1000 თუ გამოივლიან. იმას ქვია ლინდერი და ყველა ცხენს არ უკეთებენ. არა, ყველა ბლინდერი. ტივად. უბრალოდ ზოგს აქვს ჩვეურო პირდაპირ ხაზზე რომელიც უცებ ხტება იქიდან. წონასწორობას გაკარგვინებს და გაგდებს ძირს. ეს რო უკეთებ, ვერდებზე ვერ ხედავს და სულ წინ მიდი. სულ წინ. აი შეჯიბრებზე უკეთებენ ხოლმე, ხომ? დოღებზე. ეხლა ამ შეჯიბრზე არ უკეთებენ? ამ შეჯიბრზე ბარიერს ვერ დაინახავს და მე. მე ცუდად იქნება საქმე. გამარჯობა, თქვენს რომ ამას გაესაუბრეთო, თქვენ ვინ ხართ? სპორტსმენი. თავარი? მაგას ყველა თავარი ვარ ჩვენ. დღეს მონაწილეობ შეჯიბრში. და რასაპირებს ხა უნდა მოიგო? ეგ მერე გამოჩნდება. და იცით რა, იქ არიციან პრიზი რა არის და თქვენ იცით პრიზი რა არის? პრიზი არის მოგება, ჩვენ არ გვაიტერი. მე გაჩუქებ თქვენ ყაზბეგისგან ცივჩაის, მივცით, გაგრილდით. მე შეგახსენებთ რომ კარგის ნიშანია, იმიტომ რომ ჩემპიონები სვამენ ცივჩაის. ასე რომ იმედია ჩემპიონი გახდებით დღეს. წარმატებას გისურვებთ და შეგახსენებთ რომ ჩვენ მიყვავს ტოროლა, ეთერშია ტოროლობრის თუ ვართ იპოდრომზე, კერძო თაბლაში ვართ აი ესეთ მშვენიერ არსებებთან. ამბობენ რომ კონь лошадь благородное животное, ხომ ამბობენ? ეთახმებით ამ გამონათქვამს? როგორ იყურება? სამეფო სპორტია მართალია. ეხლა რა მაინტერესებს? ნალებს სადაკეთებენ ნალებს? სამჭედლოში. სად არის სამჭედლო? ჩვენთან ახლა აქ ვერ გაჩვენი. არ არის აქ? მე მგონა რომ დავესწრებოდით როგორ აჭედებენ ცხენს ნალებს. ეხლა არ გამო. ესე იგი აქ მოყავთ უკვე დაჭედილები? არა, ნალები მოაქვს და აქ ჭედავთ ამ ჭედელები ყავს. ამ ჭედელები ყავთ. კარგი, მაშინ მოდი ბოლომდე გავიდეთ და ვნახოთ კიდე როგორი ცხენები არიან. ესე იგი მე შეგახსენებთ რომ ეთერში არის ტოროლა დილამშვიდობისა ყველას ჩვენ მივყოფებით იპოდრომზე და დასასრული პრინციპში ჩვენი მოგზაურობის დანიშნულების პუნქტის არის შეჯიბრი, რომელზეც ამდენი ვილაპარაკეთ დღევანდელ გადაცემაში და უკვე დაწყებულია თუმცა თურმე დაიწყო შეჯიბრი, ზარის ხმა ალბათ გესმით და ნახოთ ახლა რა ხდება და როგორ ჯირითობენ, როგორ ხტებიან და როგორ ძლევენ დაბრკოლებებს ჩვენი მხედრები. ყოჩახ მე სპორტული კომენტატორი ვარ ახლა. ჩემი ხმა. როი? სისტემას ნახოთ, აბა გადაახტება? წაკრა საწყალი.
ნახოთ ახლა შემდეგი რას იცავს. აი, გადაღების შესვლის პროცესია საინტერესო, ხუთს იხდის მე მგონი, ხო? ახლა ნახე. აი, ეს ის ცხენია წეღან რო დარბოდა. ეს არის აგნესას ძმა. ჩვენ როგორც გავარკვიეთ, თან დაბადების დღე აქვს დღეს. წარმატება უსურვოთ ამ ბიჭს და საკუთარი ცხენია. რა ქვია ცხენს? გუნდა? გუნდა ქვია ცხენს. აი ჩო. ესე იგი, ჩვენ სახში დავაპირეთ წასვლა, მაგრამ აღმოაჩინეთ ერთი ცნობილი ადამიანია. გამარჯობა აგნესა. გამარჯობა. როგორ ახარ? გავიგე ჩვენი ძმა მონაწილეობს, ახლა უყურებდით. დაბადების დღე აქვს თან. შენ გიყვარს ცხენები? რა თქმა უნდა. იცი ჯივითი? არც ისე. ამ ჯდარხარ, ხო არ გეშინე? მე შემეშინე დღეს დავჭექი და შემეშინე. მეც დამეშინე და ამიტომ ხშირად არ დავდივარ. კარგი, წარმატებას უსურებ შენ ძმას. დიდი მადლობა. და ყაზბეგით ვიქნი შენ ცივჩაის. ჩვენი გენერალური სპონსორი. კარგად იყავი ნახვამდის. ესე იგი, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. როგორც ხედავთ, ცხენების ფონზე, მაგრამ ცხენები არ არიან, სამაგერო ძაღლები არიან, ბავშვები არიან, ბევრნი. აი, გამოვა ახლა ერთი ცხენი და დაგემშვიდობებით. კარგით, ეს იყო ტოროლა. დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ვიყავით იპოდრომზე. ნახეთ თავლაში როგორი ცხენები არიან, ისეთი ცხენები როგორ არიან, ცხენები დაგვეჯახნენ. დავჭექით ცხენებზე და რა თქმა უნდა გადავიღეთ მათი შეჯიბრი. შედეგები არ ვიცით დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენი დრო ამოიწურა. კარგად.